ევროპელი ლიდერები კვლავ ორად არიან გაყოფილი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნის საკითხზე. ლიდერები ერთმანეთს პარიზში მას შემდეგ შეხვდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას ჯერჯერობით არ მიიღებდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში ბრიტანეთის ჯარების გაგზავნა განიხილოს. ზადვარ განვიხილო ბრიტანეთის სახმელეთო სამხედრო ძალების გაგზავნა სხვებთან ერთად, თუ შედგება ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება. თუმცა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რადგან მისი უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისგან ეფექტური შეკავებისთვის. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, კიევის ჩართულობის გარეშე ამ იდეის განხილვა ნაადრევია. უნდა ვთქვა, რომ ამ დებატით ცოტა გაღიზიანებულიც კი ვარ. აქ ხალხი საუბრობს შესაძლო შედეგებზე, სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელიც ჯერ არ შემდგარა და რაზეც უკრაინას ჯერ თანხმობა არ განუცხადებია. ეს შეუფერებელია. გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენ არც კი ვიცით რა იქნება შემდეგ. სხვა ლიდერებმა, მაგალითად, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოფმა არ გამორიცხა სამხედროების გაგზავნის იდეა, თუმცა არც ბოლომდე დაუჭირა ამას მხარი. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. საუბრის დეტალები მაკრონის ოფისს არ გაუსაჯაროებია.